ფერადი დღე მშვიდობისა, ნახოთ რა იქნება თქვენი დღევანდელი არკანი და რა არჩევას მოგცემთ სამყარო. აირჩიეთ პირველი, მეორე, მესამე და ვნახოთ რისი თქმა სურს დღეს, რაც უნდა იცოდეთ, რაც უნდა გაითვალისწინოთ. თუ აირჩიეთ პირველი. თუ აირჩიეთ პირველი, მინდა გითხრათ, რომ რაღაც დათმობებზე წასვლა შეიძლება მოგიწიოთ, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ, იმიტომ რომ ეს დათმობები თქვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება. ხანდახან რაღაცაზე უარის თქმა შეიძლება მოგიწიოთ, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ, იმიტომ რომ თუ თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია, ასე კარგია და თვლით, რომ ადამიანებმა შეიძლება ზედმეტი მოითხოვონ მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ დადებით ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც უარს ხშირად ვერ ამბობს და ცდილობს რომ ყველა ასე ამონოს საკუთარი თავის გარდა. ამ შემთხვევაში თუ რაღაცაზე დღეს უარის თქმა მოგიწევთ და ამ ადამიანებს ვერ დააკმაყოფილებთ, მოკლედ ისე როგორც მათ სურთ და ვერ გაუკეთებთ იმ რაღაცას, რასაც თქვენგან მუდმივად ელოდებიან, ეს არ იქნება კატასტროფა. ამის გამო, ჩავარდებით რაღაც, ესე ვთქვათ, თვითგვემაში და უარყოფით ემოციებში, იმიტომ რომ სრულიად ნორმალურია. ისინი ყოველთვის ელოდებიან თქვენგან, მაგრამ შეიძლება თქვენ რომ დაგჭირდეთ ყოველთვის მზადყოფნაში არ იყვნენ თქვენს დასახმარებლად. აქედან გამომდინარე, ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი, მოკლედ ეს უნდა რომ დღეს გითხრათ სამყარო. რაც შეეხება მეორეს, თუ რაღაც სტრესში ხარ, რაღაც უარყოფით ენერგიებში ხარ, ბოლო პერიოდია და იმედ გაცრუებული ხარ, ამან ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ნელ-ნელა უკუსლა უნდა დაიწყოს, ეცადე რომ რაიმეზე ყურადღება გადაიტანო, გააკეთე რაღაც ისეთი, რაც ქსიამოვნებს, გაინტერესებს, მოგწონს და შენს ყურადღებას, ფიქრებს და ემოციებს დააკავებს უფრო დადებითად, ნებისმიერი რამ, ეს იქნება ხატვა, წერა, ცეკვა, რაიმე ახალის შექმნა, სეირნობა არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც რა მოსწონს და რა სიამოვნებს, მაქსიმალურად ეცადე რომ რაღაც ხელოვნების კუთხით თუნდაც ან რაღაცა ისეთი, რაც გაბედნიერებს, აუცილებლად გააკეთო, იმიტომ რომ აი ეს უარყოფითი ენერგია რაღაცნაირად გამოუშვა შენი სხეულიდან დააბალანსო. შეგიძლია ასევე რაღაც, ესე ვთქვათ, წერილი დაწერო, სადაც ამ ყველაფერს ერთად შეაგროვებ და ბოლოს დაწვავ, იმიტომ რომ ამ უარყოფით ენერგიას გაატნევ ამ შენს, ესე ვთქვათ, სიტყვებს. ძალიან კარგი იქნება, მოკლედ დღეს დაიცალო ამ ყველაფრისგან და ეცადო რომ გააგრძელო დადებითად ცხოვრება. რაც შეეხება მესამეს, თუ აირჩიე მესამე, მინდა გითხრა, რომ რაღაცეები რაც დაწყებული გაქვს, არ დანებდე, გააგრძელე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გეჩვენებოდეს, რომ რთულია და არ გამოდის ზუსტად ისე, როგორაც გინდა, არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ გამოდის, ნიშნავს, რომ უბრალოდ ცოტა მეტი დრო ჭირდება, ვიდრე ამისთვის დაგეგმილი გქონდა და წარმოგედგინა. აი, დაახლოებით შუა გზაზეც კი არ ხარ, უფრო მეტი გაქვს გავლილი და ასეთ დროს გაჩერება ნამდვილად არ იქნება სწორი. აქედან გამომდინარე, შედეგს დაინახავ აუცილებლად საჭირო დროს და საჭირო ადგილზე, უბრალოდ არ გაჩერდე, გააგრძელე, მიყევი შენს მიზნებს და გეგმებს. ყველაფერი იდეალურად გამოვა. წარმატებული, ბედნიერი და ფერადი დღე ყველას.